კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, პატივისცემით, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მისალმება ჩემგან ჩემი არხის გამომწერებს, ერთგულ მაყურებლებს, ადამიანებს, რომლებსაც არასდროს გეზარებათ უკავშირის გამოხატვა, კომენტარებში გასაგებია რომ ჩანს, ვინა კომენტარებს, მაგრამ ლაიქებში მერწმუნეთ, რომ ნამდვილად არ ჩანს, ვინა ლაიქებს, ასე რომ თქვათ კონფიდენციალურობის გამო ნუ შეიკავებთ თავს. არხისთვის არის ეს მნიშვნელოვანი, თორე ახლა ჩემთვის სწორად გამიგეთ, რომ მიყურებთ, უკვე გასაგებია. და ამისთვის მადლობა, რა თქმა უნდა, ნდობისთვის მადლობა. დღეს ასეთი გაშლა გავაკეთოთ, ერთ-ერთმა მაყურებელმა მთხოვა ფინანსები რომ ნახოთო უახლოეს პერიოდში და ნუ ფინანსებთან ერთად მოდი ზოგადი ცხოვრებისეული ენერგიებიც ვნახოთ და ვნახოთ ასევე სამსახური. პირველი, მეორე ვარიანტი, ფსიქორიენსის ტარო, შუშის ტარო, გენებავთ სიმბოლოებით აირჩიეთ, ვაშლის ხე. და ამ ხეს რას უძახიან და მოვიწყდა ალვის ხე და გნებავთ ცდასტების მიხედვით. მეორე ვარიანტი გადავდოთ გვერდით და დავიწყოთ. ნახოთ უბრალოდ ერთი არკანი თვისთვის არის გაშლა. სამიანი კვერცხები, ხო? ძალიან ისეთი არკანია მეგობრებო, როგორი ადამიანები ხართ იცით, ცეცხლოვანი, აქტიური, შანსიანებს რომ ვიტყვი ხოლმე, ხო იცით, აი. საერთოდ არ უნდა გაიხედოთ ყველგან სათქმელო შესაძლებლობას რომ იპოვით. სიახლეები არ გაშინებთ, პირიქით, ახალ-ახალი რაღაცეები, ახალ-ახალი თავგადასახლებლები, ახალ-ახალი პროექტები, პროფესიულად პირად ურთიერთობებში, მოკლედ ძალიან ისეთი, აი, მარტივად ადაპტირდებით ყველასა და ყველაფერთან, ამისი თქმა მინდა. კარგით, ვნახოთ ახლა ასე ხო, ზოგადი ცხოვრებისეული ენერგიებით ერთად ამომყვა სამი არკანი და ბარემ აგერ იყოს ასე. ვნახოთ ახლა ფინანსები კონკრეტულად. და ვნახოთ სამსახური. ვნახოთ ზოგადი ცხოვრებისეული ენერგიები. ზოგად ცხოვრებისეულ ენერგიებში რაღაც ძალიან ისეთი ემოციური მომენტი გაქვთ. არ ვიცი, შესაძლოა. მოკლედ, მამაკაცები მიყურებთ თუ ქალბატონები არ აქვს მნიშვნელობა, დუხართ და გადმოდუხართ შინაგანად. ძალიან მძლავრია ეს ემოციები, ოღონდ როგორი მომენტია, იცით, ვერ ვიტყვი რომ მთლად, აი, თითქოს ეს უკავშირდება, ნუ ხმლების რაინდი, როგორი არკანია, იცით თქვენ, ხო, ცოტა ისეთი ცივი, ცოტა, ნუ ადამიანსაც შეიძლება აღნიშნავდეს, ხო, ვინმე კონკრეტულ პიროვნებას. ვისთანაც ცოტა რაღაცა გაურკვევლობები გაქვთ, რაღაცა ინფორმაციული ვაკუუმი გაქვთ ცოტა, მაგრამ ნუ თქვენ აშკარად სასახად ხართ ძალიან ისეთ დიდ ემოციურ საკმაოდ დაძაბულ ემოციურ კლიმატში, მოდი ასე ვიტყოდი. ფინანსებში რა ხდება ვნახოთ. ფინანსებში პაჟის ენერგიებში ვართ. ექვსიანი ხმლებით ვცდილობთ გამოსვლას, ვცდილობთ ყველა გზას ვეძებთ, რომ რაღაცები შევცვალოთ, რაღაცას თავი დავახტიოთ, რაღაცა უკეთესობისკენ წავიდეს. მაგრამ აი როგორი მომენტი გვაქვს, თითქოს ცხრიანი კვერთხებით, რომ აი თითქოს ახლა ტაიმაუტი მაქვს აღებული, ვნახოთ აი ამის მერე რას როგორ მოიტანს თვითონ სიტუაცია, ესეთი განწყობით ხართ. სამსახურში რა ხდება? სამსახურში არც ხელფასი მაქვს ნორმალური, ძალიან სტრესულია ეს ყველაფერი, სადაც ვარ, როგორც ვარ, რაღაცა თვით ჩიხში ვარ, გასაქცევიც არსად მაქვს, განდეგილად ვარ, მოკლედ რაღაცა თითქოს კოლექტივთანაც პრობლემები მაქვს, რაღაცა აი ყველაფერზე პროტესტი მაქვს, ესეთი მომენტი მომდის მეგობრებო პირველ ვარიანტთან. და ვნახოთ ახლა უკვე მომავალი ენერგიები. ნახოთ ახლა მომავლის ენერგიები. ისე ამომყვა ზოგადი ენერგიები, ვნახოთ ფინანსები.
ფინანსები, უახლოეს მომავალში რა იქნება და ვნახოთ სამსახური. ზოგად ენერგიებში როგორი მომენტი გაქვთ იცით? არჩევანს გააკეთებთ, მოდი ასე გეტყვით. აუცილებლად მიიღებთ გადაწყვეტილებას, ეს დაიწონა სიტუაციას დაასრულებთ, ძალებს მოიკრებთ თქვენს თავში და მოკლედ რაღაცა ახალს შეუდგებით. კვერთხების რაინდით თან იცით როგორ შეუდგებით, ისე კი არა რომ ზუსტად იცით რომ რაღაცა ბენეფიტამდე მიგიყვანთ ეს სიტუაცია, ხო? ანუ რაღაცა შედეგამდე აუცილებლად გახვალთ. მშვენიერი ენერგიები, ამ ძალიან მომწონს. აბა ვნახოთ ახლა ფინანსებში თუ იგივე ხაზი გაგრძელდა ხომ და მშვენიერი რატომაც არა მზის ენერგია, გამარჯვების ენერგია, სიკვდილის ენერგია, ანუ განულების, კი ბატონო გადაწყვეტილებას მიიღებთ, თქვენ რაღაცა ძველს დატოვებთ, ყველა შემთხვევაში დაასრულებთ თქვენს ოცნებას და ოცნებას უკვე ოცნებებს მიზნებად აქცევთ, მიხვდით და მოდის სათქვენო გამარჯვება, მოდის ძალიან ისეთი ენერგიები, რაც თქვენ სიხარულს, წარმატებას და წინსვლას მოგიტანთ. რაც შეეხება სამსახურს, ნახეთ როგორი მომენტია, აი ერთი ასე ვთქვათ, მართლა ხაზით მოდის მეგობრებო, რა ერთმანეთის გაგრძელებაა ლოგიკური, არჩევანის გაკეთება, სიკვდილის არკანით, ყველაფრის დასრულება და აგერ კიდევ ერთი ტრანსფორმაციის არკანი, ხო? კოშკის არკანით ყველაფრის ჩამონგრევა, მაგრამ აი ამ ჩამონგრეულ სიტუაციაში ვიღაც ხელს გიწვით, არ ვიცი, შეიძლება მეგობარი დაგეხმაროთ, შეიძლება ვიღაცა ნაცნობი დაგეხმაროთ და თქვენ რაინდების ენერგიებამდე მიხვალთ, ხო, იქაც რაინდი ყავს, აქაც რაინდი და თქვენ არა, თქვენ ფინანსური გაჭირვება უახლოს პერიოდში ნამდვილად არ გიქნებათ, გამოხვალთ იმ დეფიციტიდან და მინუსებიდან, რაც მაჩვენა წეღან გაშლამ. მადლობა პირველ ვარიანტს და ახლა ვნახოთ მეორე ვარიანტთან რა ხდება. მეორე ვარიანტი ვნახოთ რა ხდება. მეორე ვარიანტთან ან ბინარის ჯერ ვნახოთ, მე მგონი. ვისთვის არის, ხო? ოხო, ადამიანი მაღალი არკანით ამოდიხართ, სხვათა შორის, ძალიან გაწანასწორებული, ბალანსის მოყვარული, ჰარმონიის მოყვარული, ოქროს შუალედის ფასიც რომ იცით და ქმედებაშიც კარგად იყენებთ. ადამიანი, რომელიც არ შეიძლება რაღაცა სასამართლო სფეროშიც მუშაობდეთ, ასევე მუშაობდეთ კონფლიქტოლოგიაში, ასევე მუშაობდეთ დიპლომატიურ სფეროში და ასევე მუშაობდეთ ხელოვნების სფეროში, ოღონდ აი ყველა ხელოვნების სფეროს არ მოიცავს ეს არკანი. აი თეატრი და რაღაცა სასიმღერო არა. აი უფრო სხვა ტიპის ხელოვნებაზე მაქვს საქმე საუბარი, აი სადაც რაღაცა იგივე მხატვრობა, იგივე აი სხვანაირი სულიერი ჰარმონიის პასაჟებს, რომელი ხელოვნების სფეროც მოიცავს მეგობრებო. და რა ხდება, რა ენერგიები, რა ხდება ახლა რატო გადმოვატრიალე? ზოგადი ენერგიები მაჩვენე ცხოვრებისეული, მანახე ფინანსები და მანახე სამსახური. ნახოთ აბა ზოგადი ენერგიები. ზოგადი ენერგიები, არ ვიცი, რაღაცას ანულებთ, რაღაცა როგორი მომენტი გაქვთ იცით, თითქოს რაღაცა უკვე გაქვთ ახალი დაწყებული, საკმაოდ ისეთ მწვერვალებსაც გაქვთ მიღწეული, თანამდებობრივად შეიძლება ძალიან კარგი პოზიცია გქონდეთ. აი ყველა მხრივ სისავსის პერიოდში ხართ,
როცა აი თუ ვთქვათ აქამდე რაღაცები ისი არ იყო თქვენს ცხოვრებაში, ხა აი ყველაფერი კარგი სიკეთისკენ მიდის, აღიარებისკენ მიდის, ხო? აი პატივისცემისკენ. თქვენ თუ აქამდე ვერ გამჩნევდნენ, დღეს არ ვიცი, აი მაგალითად პირობითად რომ მოვიყვანთ, ხო, აღდგომას თუ შარშანე 2-3 ადამიანი გილოცავდათ თქვენი ოჯახის წევრების იქით, დღეს შეიძლება 100 SMS-ი მიიღოთ. ანუ საჭირო ადამიანი ხართ. რაღაცა ესეთი ენერგიები მომდის, რომ აი რაც აღიარებითი მომენტი მოიპოვეთ და მოკლედ როგორც ხდება ხოლმე განსაკუთრებით ქართულ ჯიგრულ ვარიანტში, ხო იცით, ქვეყანა რომ გამოჩნდება, მე ყველა შენი მეგობარი გახდება, ესეთი ენერგიები გაქვთ. რაც შეეხება ფინანსებს. ფინანსებში ცოტა პრობლემა გვაქვს. არ ვიცი რატომ. კვერთხების დედოფალი თუ მამაკაცები მიყურებთ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ვიღაც ქალმა საკმაოდ თანხებში გადაგაგდოთ, გახარჯინათ და მოკლედ მერე ცხვირსახოცივით დაგემშვიდობათ. თუ ქალები მიყურებთ, გადაგატოვეთ საკუთარ თავზე. აქაც შეიძლება საერთოდაც ქალმა მოგატყუათ ვინმე, აქ რაღაც თაღლითობის ფაქტორი იყო, რამაც სწორად მივდივა, რამაც ცოტა თქვენი ფინანსებს დაარტყა. მონახე. კი, განტიკილში ვარ ახლა გადასული რაღაცა თლად ვერ მაგრამ დასტის ფონი ისეთია რომ რაღაცა მანახე კი ვიღაცა გეხმარებათ ზუსტად აი ვიღაცა გეხმარებათ და გამოყავხართ იმ კონფლიქტური სიტუაციიდან კი გამოყავხართ რაღაცა ახალ სიტუაციაში გადაყავხართ არა და რეალურად ძალიან დაკარტყათ ვიღაცამ თავისი არასწორი მოქმედებით. თქვენ თანხის დანაკარგი გქონდათ, მაგრამ სწორად გაპოვნინეს გზა და დღეს მიდიხართ ნელ-ნელა წინ პაჟის ენერგიით იწყებთ, მაგრამ ადიხართ ზემოთ და ოღონდ ერთი მომენტი გაქვთ, ნახეთ, ზედმეტად ნუ დახარჯავთ ისევ ზედმეტად ნუ მიენდობით ვიღაცებს რა. აქ ცოტა ეს მიმდობობის მომენტიც მომდის, ცოტა ილუზორული მეოცნებე ხასიათი რაღაცა. მე როგორიც ვარ, ყველა ესეთი რომ მგონია, ხო, აი ორიანი ხმლებით არ გინდათ მეგობრებო რა, აქ ფულთან ცოტა ფრთხილად იყავით. თორე დანარჩენი თუ ვთქვათ ეს ნახეთ რაც გაქვთ იმას გაუფრთხილდით მაქსიმალურად იმისთვის რომ აი მტუზის პენტაკლებამდე მიხვიდეთ მეღიმება უბრალოდ ჩემი თავი მეცნობა სიტუაციაში არა ორი ტუზი ყველა შემთხვევაში წინსვლა გექნებათ აი ვიღაც ადამიანის დახმარებით და უკვე გაქვთ პრაქტიკულად ეხანდელ ენერგიებს ვუყურებ მე კიდევ ერთხელ დამიფიქსირდა დახმარების და ქალმოქმედების მომენტი მაგრამ აი რაღაცა ეს ჯერ ბოლომდე მონელებული პროცესი არ არის მოტყუება თუ თანხმობა. ახლა რაც შეეხება სამსახურს. სამსახურში მეგობრებო, რაღაცა ვერ დაგიფასეს. ძალიან გწყდებათ გული მე ყველანაირი რესურსი ჩავდე, მე იმდენი დავხარჯე და ნუ არაფერი რეალურად არ გამოვიდა და მე ახლა ჩემი სიტუაცია მე თვითონ დავმართვა, ჩემი გემის მესაჭე მე უნდა ვიყო. აღარ მინდა არავისზე დამოკიდებულება ეს ენერგიები მომდის. კი, ჯაჯმენტ ნახეთ, შინაგანი ბრძოლები გაქვთ, შინაგანი გაურკვევლობები, გარკვეულობის სურვილი, აი, საკუთარ თავთან ერთად რო განიხილავთ, ხო, ხმამაღლა რო ფიქრობთ, ჯერ ესე უნდა ყოფილიყო, მოკლედ და ძალიან სიღრმეებში რომ მიდიხართ. კი, ვერ დამაფასეს ეს მომენტი გაქვთ. ნახეთ, უმადრო, ანუ ჩემი ემოციურობით ისარგებლეთ, ჩემი მიმდევრობით, ჩემი სიკეთით. სამსახურთან დაკავშირებით ხო რაღაცა ძალიან გატკინეს. და სხვათა შორის აი შეიძლება არ ვიცი სამსახური დაკარგეთ კიდეც რეალურად იმ ვიღაცის გამო, ვინც თქვენ და მე ლოგიკურად ახლა სამსახური დაკარგეთ, იმას მიყვა მე თავისთავად მარტო სამსახურის კი არა ფინანსების დაკარგვაც, ხო? ერთი წამით მელოდიას შევცვლი. აი, ეხლა მომავლის ენერგიები მანახე, აბა რა იქნება მომავალი მაჩვენე? მომავლის ენერგიები მანახე, აბა ზოგადი ენერგიები, რატო მოატრიალე მაინც?
ფინანსები მანახე და სამსახური მაჩვენე. აჰა, შესაძლებლობები და შანსები მშვენიერი დასტის ფონი გვაქვს. მეკაცრავად. ზოგადი ენერგიები, ნახეთ, გამოხვალთ აი ამ დეფიციტებიდან, მინუსებიდან, აი იმ ილუზიებიდან, იმ მეოცნებობიდან, იმ გულუბრყვილობიდან გამოხვალთ და ნახეთ უცებ იმპერატრიცის ენერგიებში გადახვალთ. იმპერატრიცა რა არის, ვინ არის, ხო? ყველაფრის პატრონი, ვინც ყველაფერს განეგებს, ცოტა მკაცრიც, ცოტა აი და ვისაც ექვემდებარებიან, ხო, ან ვინც მართავს სიტუაციას და თქვენი შეცდომების წყალობით პირიქით, ანუ ასე ვთქვათ, ლიმონისგან ლიმონადს გააკეთებთ, ხო? ფინანსებს რაც შეეხება, აქაც ნახეთ აი ეს რვიანი კვერთხები ძალიან ჩქარობს, აი ძალიან ჩქარობს რაღაცა სიახლე. რომელიც მოგიტანს სრულ სისავსეს, აი მზის არკანით და ასულელის არკანით, არ ვიცი, სისწრაფით მოდის რაღაც ძალიან დიდი წარმატება და შეიძლება რაღაცა საკმაოდ თანხაც კი მიიღოთ. სამსახურს რაც შეეხება, ამ ჩიხებიდანაც გამოდიხართ, ამ უმადურობასაც ივიწყებთ. კი, აი ამ უმადურობიდან, უბრალოდ აი იმ არასასურველი სიტუაციიდან მიდიხართ. აუცილებლად მოდიხართ და რა კი მოდიხართ, ალბათ იმასაც იმიტომ მიღებთ. ნახოთ მერე რა ხდება. აი მერე ის ხდება, რომ მიდიხართ, ვაი, გათამიფრინდა. ნახეთ, თქვენ ვიღაც გეხმარებათ აქ მეგობრებო, ცალსახად გეხმარებათ, რაღაც ახალს გაწყებინებენ და ფინანსური უზრუნველყოფაც რა თქმა უნდა მერე მოდის, ხო? გეხმარებიან, აქ ცალსახად ვიღაც გეხმარებათ, ჩემო კარგო ადამიანებო და გადაყავხართ უკვე აი იცით როგორ პერიოდში, როცა აი მე ჩემს დათესილს სწორად მოვიმკი რა. ნახეთ კოშკი, სარკანი, კოშკი დგას, აბსოლუტურად არაფერი, მშვიდად წყნარად, უსასრულობის ნიშანი დგას უკან. ანუ აბსოლუტური როგორი მომენტი მომდის იცით, რომ აი კი, მე ჩემს ნიშნულს ვირბავი, ხო, მე ჩემს აი ზომიერებაში გადავალ, სწორად მოვიქცევი, აღარ გადავყვები ზედმეტად არავის, ხო, ჩემს შეცდომებზე ვისწავლი და გამოვალ, აღდგები აი ამ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ აღარ მივცემ თავისუფლებას ამ სიტუაციაში ვიყო. მე ვიმსახურებ ყველაფერს საუკეთესოს. მე უნდა, ხო, მე თასების დედოფალი ვარ. და თქვენ აბსოლუტურად მიიღებთ იმას, რაც აი კი, ნახეთ, თქვენი არჩევანიდან გამომდინარე, რომ აღარ მინდა მე აი ამ ვიღაცის კონტროლის ქვეშ ვიყო, ვიღაცის რაღაცები ვასრულო, არა, აი მე ჩემს კვერცხს დავიჭერ, მე გავიმარჯვებ და მე ვიქნები აქ უფროსიც და უმცროსიც და ანუ მე ვმართავ საკუთარ ბედსაც და საკუთარ ცხოვრებასაც. და სხვაჯერს მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ ეს აუცილებლად გამოგივათ. კი, თქვენ ამ ძალას იპოვით. შვენიერი, აქ უფრო ცოტა რთულად იყო საქმე მეორე ვარიანტში, იმიტომ რომ აქ ბევრი რაღაცა გატკინეს, ბევრი ტყუილის მსხვერპლი გახდით, ბევრი რაღაცა საკუთარ თავში ვერ ხარშავთ, ვერ პატიობთ, ანუ ნახეთ წარსულში ცხოვრობთ ისე რომ როგორ დამემართა მე ეს რანაირად მომივიდა, მაგრამ საპრინციპო კეთილია. მადლობა ყურადღებისთვის, ჩემო კარგო ადამიანებო, მადლობა ნდობისთვის და დაგემშვიდობებით, დროებით.